მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასენ და ნახოთ როგორ აღიქვამთ საზოგადოება. რა მდგომარეობაში ხართ ახლა? აშკარად გადიხართ, ესე ვთქვათ, ცვლილებებს ტრანსფორმაციის გზას, რასაც ეძახიან. შესაძლებელია ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, შეცვლა გინდოდეთ და რაღაცა ცდილობთ, რომ ეთყობა კარგი თვალით დაინახოთ ზოგადად, ესა რა ქვია, მომავალი, ხო? აშკარად რაღაც არის აქ, რომ მოტყუებული დარჩი, შეიძლება საკუთარ დამოათხოვეთ, შეიძლება რაღაცება მოგატყუოთ. რაღაცებზე ხართ დამოკიდებული. დამოკიდებულება არ ნიშნავს რაღაც დასალევი, მაგრამ მაინც რაღაცებს შეიძლება ძალაუფლებაზე, შეიძლება სექსუალურ ურთიერთობაზე, შეიძლება რაღაცას არის, რომ პირადი ურთიერთობა უნდა ქონდეს გინდა თუ არა მოწესრიგებული, ან რაღაცა უნდა ხდებოდეს. წინ წავიდეს, ხო? თუ პირადი ადამიანთან ზოგჯერ არ არის, სხვა რაღაცებს თავს ვერ ამბობს. ესეც დამოკიდებულება შეიძლება აქ იყოს ყვება, არაჯანსაღი, ესეც შეიძლება. შეიძლება იყოს არაჯანსაღი, არასწორი ფინანსების გადანაწილება, აი რომ ყიდულობს ადამიანი და რას ყიდულობს, ბოლო-ბოლო გითხრა თვითონაც არ ჭირდება, ხო? აი ესეთი რაღაცები არის აქ, ესენი ყველაფერი არაჯანსაღში ითვლება, რომ იცოდეს და დამოკიდებულებებში ითვლება. ესეთი მდგომარეობა გაქვთ. კარგით ვნახოთ, როგორ გიყურებთ საზოგადოება, მე ეს მაინტერესებდა, თუ ეს წინა სიტყვა თქვენზე იყო, კი ბატონო, გავაგრძელოთ მას. ეთყობა საუბარი შეგიძლიათ, შეიძლება სულიერ კავშირს, ტელეპათიურ კავშირს თქვენთან რაღაცა ესე გრძნობდეს საზოგადოება, ადამიანი, მეგობრები. არ არის გამორიცხული ისეთ დაწესებულებაში მუშაობდეს ბევრი თქვენთაგანი რაღაც მხიარულებასთან რომ არის ასოცირებული, ხო? ახლა მაინც სარესტორანო სივრცე, შეიძლება სარიტუალო დარბაზები, შეიძლება რაღაცა ისეთი წამყვანი იყოს, შეიძლება აქ ვიღაცა, ხო? რაღაც ესეთი თემა არის. ანუ უბრალოდ შეიძლება ძალიან ესეთი მხიარული ტიპაჟი იყოს, ახლა ჯამბაზი მის მიყურებს თქვა, ხად ვერ ვიტყვი, მაგრამ არა, გამორიცხული რაღაცის პროფესია არის ესეც, ხო? თუ კომუნიკაციას არ ეხება დაუშვათ თქვენი საქმე. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში რომ ვთქვა, რომ ყველა იდეალურად კმაყოფილი არის, თლად ესე არ არის, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა იმედგაცრუებულიც არის. მაგრამ ნახოთ საერთო ჯამში როგორ ხედავ საზოგადოება, ვინ ხართ? მოდი ასე დავსვათ ჯერ კითხვა საზოგადოებისთვისო. მოიმედედა. აქ არის ბევრი, ესე რომ ვთქვათ, ადამიანები შესაძლებელია ცოტა აფრთხობთ, ეშინიათ, ან რაღაც გაქვთ ისეთი გადატანილი, ამას ხედავენ, მძიმე ცხოვრება გადაიტანა ადამიანმა. შეიძლება რაღაც პრობლემებია ესეთი. ასე აღვიქვამენ, ხო? არ არის გამორიცხული აქ რაღაც თქვენი არასწორი ფინანსური ხარჯი, ან რაღაცები თვალში მოსახვედრიც იყოს. ვინ ხართ? ესე კიდე ვინ ხართ საზოგადოებისთვის? მოდი ასე დავსვათ კითხვა. ხო არის საზოგადოება, ესე გამოდის დაიღო ფენად აქ, ხო? ვიღაცა რომანტიკოსად, გულჩათხრობილ ადამიანად გიყურებთ, რომელსაც ესე ვთქვათ, ცოტა გიმართლებთ, ხო? ეს არის. არა. გიმართლებთ მთლად არა, უბრალოდ რაღაც არის, რაც დავუშვათ გეძლევათ და ცხოვრებაში და ამას ხედავენ თვითონ. ყოველ შემთხვევაში. კიდე ვინ ხართ საზოგადოებისთვის? არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონები თუ ხართ, ესე ვთქვათ, მაშინ მამაკაცურ ენერგიებში ხართ და მამაკაცებისთვის ეთყობა ადგილი არ არის თქვენ ცხოვრებაში, მამაკაცი თუ ხართ,
მაშინ თავისთავად ესე იგი საკმაოდ ისეთი ტიპაჟის მამაკაცი უნდა იყოთ მაშინ რომ კი ბატონო შეიძლება საშუალო ფენა ხართ ან ძალიან ძლიერი მაგრამ მანდა მაინც ეს არ ჩანს და ესე რა ვთქვათ საკმაოდ ხელწამსაკრავი ყოველ შემთხვევაში არა ესეთი ტიპაჟის კაცი არ მოყურებს აქ მაგრამ რატომღაც ესე რა ვთქვათ შეიძლება ოჯახი ან რაღაც საკითხები ესე ვთქვათ ნუ წინსვლა და რაღაცები არა გაქვთ ხართ რაღაცა ერთ ადგილას ხო შეგიძლიათ და მეტი აი ესე ხედავს თქვენ საზოგადოება კარგი კიდევ როგორ ჩანხართ საზოგადოების თვალშივე როგორ ჩანხართ კომუნიკაცია მეგობრული სიტუაცია არის მაგრამ არის ის მომენტი რომ შეიძლება მე ძალიან ალალი გულიყვილო არ არის გამორიცხული ხო ან აღიქვამენ ისეთნაირად რომ ალბათ ძალიან გადაღლილი ხართ რაღაც ისეთ მაგრამ ძალიან სისუფთავე მოდის აქ მე ვერ ვიტყვი რომ სუფთა პიროვნებად ვერ აღიქვამდე და არა ბევრი ადამიანისთვის ძალიან შეიძლება ბავშვური ხართ შინაგანად შეიძლება ძალიან სუფთა ხართ შეიძლება მართლა ძალიან უდანაშაულოს შთაბეჭდილებას ტოვებთ ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაცა არის ხო თქვენში კიდევ როგორ ხართ საზოგადოებისთვის მაგრამ ძალიან მაინც ესე ვთქვათ კი აქ არის რაღაც თქვენში ეს გულუბრყვილობა ახლა არ ვიტყვი ისეთნაირად შეიძლება ბევრი ხართ მსმენელი და რამდენიმე ახლა პროცენტი ისეთი ძიღოზალალი შტერიო რომ იტყვიან ხო არ არის გამორიცხული ეს ახლა საწყენი არ არის პირიქით ალალი შტერი ესეთი თემა არის რომ ძალიან მართლა სუფთა და გულუბრყვილო ადამიანი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ხედავენ რომ ბევრი ტვირთი არის თქვენთან ანუ ცხოვრებისეული ეთყობა ეს სხვის გამზადებულ ცხოვრებაზე არზე ხართ ესე გამოვიდა მაგრამ რაღაცას აი მაინც შენელებულ კადრადაც აღიქვამენ იმიტომ რომ თქვენი პოტენციალი აქ არ არის განვითარებული მე როგორც გითხარით თქვენ რაც შეგიძლიათ და სიმბოლოში მიცხრთ ეს არ არის განვითარებული და რატომღაც ესე ჩაკეტილია გზები აქ ამიტომ შენელებულ კადრადაც აღიქვამენ ხო ეს არ იყო დაფიქსირებული მაგრამ ახლა აშკარად დაფიქსირდა კარგი კიდე ნახოთ აბა თქვენ ძლიერ მხარეებს ნამდვილად ხედავენ ასე რომ ვთქვათ მოწონებით ნამდვილად მოწონხართ ეს არ არის ის მომენტი რომ საზოგადოებას არ მოწონდეთ აი საქმე იმაშია რომ თქვენ თუ მოინდომებთ კიდევ უფრო მეტად იქნება ესე ვთქვათ მოწონების თემა მაგრამ არის მომენტები რაღაც თქვენ ხართ შეჩერებულ პოზიციაზე შეიძლება წელს იყოს ეს ვარიანტი მაგრამ ეს მალე დასრულდება ხო აქ ვფიქრობ რომ თქვენი გაქვთ იმის შანსი და გონება მომენტალურად თქვენი საქმე გააჩეროთ მომენტალურად წინ წავიდეს აი ესეთი რაღაცა ეს თქვენზეა უკვე დამოკიდებული საზოგადოებაში როგორ გააკეთებთ თვით რეალიზაციას იმიტომ აქ კომუნიკაცია კონკურენცია ესე გამოდის რომ გჭირდებათ კომუნიკაციაც გჭირდებათ ნახეთ ახსნა განმარტება შეიძლება გჭირდებათ რეკლამა დაუშვათ უნდაც ხო საზოგადოებასთან და ესე ვთქვათ მე არ ვამბობ ჩხუბი და ესე და ყალმაყა ესეთ რაღაცები არ გჭირდებათ ამიტომ ამას თუ შეძლებთ თქვენს ხელში არის კიდევ რამდენად კარგად დაგინახავ საზოგადოება თუ ამას არ შეძლებთ და ვერ შეძლებთ მაშინ ასე რა ვთქვათ აქტიურად გაჩერებულ პოზიციაზე ფიქსირდებით და ამას ამჩნევენ სხვათა შორის. სულ ეს იყო დღეისთვის ბოლოში პატარა კომენტარს დავაკეთებ, როდესაც მოდიხართ ხალხნო პირად გაშლაზე მოდიხართ და შემდეგ ნუ რჩევა იქ არის, მაგრამ გინდათ შვილები, შვილიშვილები რა ვიცი ყოფილები ერთ ადამიანის გაშლაზე მოდიხართ კონკრეტულად და მერე გინდათ
მომავალი პარტნიორი, ვიღაცა ნაცნობი პარტნიორი, ყოფილი, დაუშვათ ეხლა როგორი ქალი ხართ მის თვალში ეს თემა განვიხილო, მერე გინდათ როგორ აღიქვამთ საზოგადოება, რატომაც წამოვიდა ეხლა ესეთი რომ ვიღაცა მოვაქ და ამ კითხვასაც დასვამს. მერე კიდე რაღაცე ну მე არ გეუბნები თუ არის მაინც რაღაცა სტიტორი სიტყვით მაინც, მაგრამ ეს არის თქვენი მხრიდან არასწორი მიდგომა და სიმართლე გითხრათ ცოტა არის შემთხვევები რომ ხანდახან გული ჩემთვის ხანდახან არის რომ აი მე თვითონ მივდივარ და მე თვითონ ვეუბნები ადამიანს და всё და კი ჩემგან არის ინიციატივა, მაგრამ ხანდახან არის რომ ის საკმარისზე მეტი გითხარი უკვე და არა ადამიანს კიდე ინფორმაციები და რისთვის მოხვედით რა გაშლა გინდათ მე ჭამამადაში მოდის რომ ესე გემართებათ და მე ხანდახან მეც ცოტა გულნატკენი ვხდები და არ არის გამორიცხული რაცა მე თქვენთან არ განხორციელდეს კარგად რამე და ამიტომ ეს საკითხები გაითვალისწინეთ ხო? იმიტომ რომ ესე ზოგადად არ უნაქნათ. ეხლა თქვენ თუ გაინტერესებთ როგორი ქალი ხართ ვიღაცის თვალში და ამ კუთხით ვისაუბროთ სხვა თემა, საზოგადოებისთვის სხვა თემა, ფინანსები სხვა თემა, ერთი კონკრეტული ადამიანი და ეხლა ზოგადად კაცებისთვის რომელი კაცი თქვენ რამდენი მამაკაციც ნუ ყველაზე მქონდა ესეთ შემთხვევა მოვიდა და მანდა ყველაზე აბსოლუტურად აინტერესებს იმის რას ფიქრობს, ის რას ფიქრობს, ის რა არ შეიძლება ესეთი რაღაცები, ხო? გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით.